ნენდობას ვიტყო მეუბნეო დროზე დროა რო ხელისუფლებამ პასუხი აქვს ყველა ფერზე ეს შეძახილი გაჟღერდა სიონის ტაძარში, სადაც კობახიძე, ყაველაშვილი, პაპუაშვილი და სხვა მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ. საპროტესტო სიტყვების ავტორი ირაკლი ხომასურიცია. დღევანდელი მსახურება სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 109 წლის თავს და პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-9 დღეს ეძღვნებოდა. პარაკლისის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტმა შიომ გადაიხადა. მან გადაგებისას აღნიშნა, რომ 1811 წელს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია რუსეთის იმპერატორის განკარგულებით გაუქმდა, რაც საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევა იყო. ხვალ 10 საათიდან 16 საათამდე სასამართლოში ეკა კუპატაძეს გამოკითხავენ. ინფორმაციას თავად მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა ავრცელებს. ბევრჯერ შემეხიდეთ, მაგრამ ყველაზე მეტად ახლა მჭირდებით. არ დავეცემი, წერს კუპატაძე. არჩევნების შედეგების შემდეგ დანიის მთავრობა გადადგა. გადადგომის შესახებ განცხადება დანიის პრემიერმა წარადგინა. ახლა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა დაიწყონ ხანგრძლივი მოლაპარაკებები და დებატები, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ახალი მთავრობა და რომელი პარტიები მიიღებენ მის ფორმირებაში მონაწილეობას. უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს. ამის შესახებ ორბანმა განაცხადა. სანამ უკრაინა არ მოგვაწვდის ნავთობს, ის უნგრეთის მხრიდან გაზს ვერ მიიღებს, დაწერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.